არსებობს ღვთიური მდგომარეობა ბირთვის შენში, რომელზეც ვერ ზემოქმედებს ვერც კარგი მოვლენები, ვერც ცუდი მოვლენები. დღეს ვისაუბრებ შენში მყოფ მდგომარეობა ღვთიურ ბირთვზე, რომელიც გარეზე მოქმედებებზე არ უნდა რეაგირებდეს. შენზე არ უნდა ზემოქმედებდეს გადამეტებულად ნეგატიური მოვლენა, პოზიტიური მოვლენა. შენ დამოკიდებული არ უნდა იყო ნეგატიურ მოვლენაზე და პოზიტიურ მოვლენაზე. შენზე ეს კვალს არ უნდა ტოვებდეს. შენში მყოფი ღვთიური მდგომარეობა უნდა იყოს შენში უდრეკი და არ უნდა საზღვრავდეს შენს შინაგან ღვთიურ მდგომარეობას გარე მოვლენები, თუნდაც კარგი მოვლენები. ნებისმიერი შენს ირგვლივ მომხდარი ნეგატიური მოვლენა ცვლილმანების კი, მაგალითად, ფეხი გაკარი, გადმოვარდა თებში, გატყდა. შენ არ უნდა თქვა, ოი, ეს რა მომივიდა. ამან შენზე ზემოქმედება არ უნდა მოახდინოს. მცირედიც კი, გარემო ფაქტორებმა შენი შინაგანი მდგომარეობა არ უნდა შეცვალოს. გადმოვარდა თებში, გატყდა. თითქოს არაფერი მომხდარა. რაღაც ცუდი მოხდა? მოხდა, ფაქტის წინაშე დგახარ. ეს შენზე არ ზემოქმედებს, ვერ გერევა. რაღაც კარგი მოხდა? ამანაც შენზე განსაკუთრებულად, გადაჭარბებულად არ უნდა იმოქმედოს. არც იმ კარგს და არც იმ ცუდს არ აქვს უფლება შენს ღვთიურ მდგომარეობაზე ზეგავლენა მოახდინოს. შენ არ უნდა იყო გარემოში დამოკიდებული კარგზე და ცუდზე, რადგან გარემო შენ არ გეკითხება კარგი მოხდეს თუ ცუდი. შენ გარემო არ უნდა გიწყვეტდეს. დღეს როგორ იყო? შენში მყოფი ღმერთი მდგომარეობა უნდა წყვეტდეს, როგორ იყო შენ შიგნით. რაც არ უნდა გარეთ ქარიშხალი იყოს თუ კარგი ამინდი. მატერიალური გარემოების მდგომარეობები შენს შინაგან სულიერ მდგომარეობაზე არ უნდა ზემოქმედებდეს. ეს ორი უნდა გამიჯნო. ეს ორი რომ გამიჯნო, შენ არ უნდა იყო დამოკიდებული არც ნეგატიურ მოვლენაზე, არც პოზიტიურ მოვლენაზე. ორივე უნდა მიიღო ბალანსით. ცუდი მოხდა, არ რეაგირდე. კარგი მოხდა, გაგიხარდეს, მაგრამ არ გადაგიხარდეს. ნარკოტიკივით არ შეჭდე ამაზე არ გახდე დამოკიდებული. შენ არაფერზე არ უნდა იყო ჩამოკიდებული დედამიწაზე. არც კარგზე და არც ცუდზე. ერთადერთი, რასაც უნდა მიეწებო და ჩამოეკიდო, ღმერთია. და ეს ღმერთი შენში არის ცენტრალური მდგომარეობა, ბირთვი, რომელსაც უფლებას არ აძლევ გარეზე მოქმედებებმა ზეგავლენა მოახდინოს მასზე. და შენს ცენტრალურ მშვიდ ბალანსირებულ ღვთიურ ბირთვზე გამუდმებით ეცდება ნეგატიური ზეგავლენები მოახდინოს ვინმემ, ან პოზიტიური გადაჭარბებული ზეგავლენები მოახდინოს ვინმემ. რადგან ერთიც და მეორეც შენი კონტროლის მექანიზმებია. ცუდი მოხდა და რეაგირებ ამაზე და ცუდად ხარ, შენი კონტროლის მექანიზმებია, ბნელები გაკონტროლებენ. კარგი მოხდა და გადაჭარბებულად რეაგირებ ამაზე, იმ კარგზე ხარ დამოკიდებული. ორივე შემთხვევაში რეალურად შენ ჩამოკიდებული ხარ. და შენ არაფერზე არ უნდა იყო ჩამოკიდებული. შენ უნდა იყო შენი არჩეული შიგნით მყოფი ცენტრალური ღვთიური ბირთვის მდგომარეობის ერთგული. მოდი ესე გეტყვი. ეხლა რისთვის გჭირდება ეს, ხო, კითხვას დასვამ. ეს იმისთვის გჭირდება, რომ შენ მართო შენში მყოფი ამინდი, რომ შენ იყო თვით დამოკიდებული. დღეს ადამიანები არიან როგორც ქალაქში მცხოვრები საზოგადოება. დღეს ჩვენ ჩამოკიდებული ვართ ელექტროენერგიაზე, ჩამოკიდებული ვართ წყალზე, ქალაქში, ყველაფერზე. როგორც ავადმყოფი წვეთოვანზეა დაერთებული, ისე ვართ დაერთებული ჩვენ ყველაფერზე. და ყველაზე მეტად ჩვენ რაზეც ვართ დაერთებული, ეს არის სულიერება. სულიერად ადამიანი დაერთებულია ყველაფერზე. როგორც პაციენტი საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე. სასუნთქი აპარატი რომ გამოურთო, ვერ გადარჩება. და ეს მექანიკა ვლინდება ყველგან და ყველაფერში, რომ დააკვირდეთ. მედიცინაში, ეხლა ერთი მეუბნებოდა, რომ ცოტა გადახვევას გავაკეთებ, მაგრამ საინტერესო იქნება. ერთი მეუბნებოდა, ჩემს ქალაქშიო ერთი აფთიაქი იყო და თითოეულა კაცი დადიოდა იმ აფთიაქშიო. ეხლა ყოველ ორ ნაბიჯში აფთიაქიაო და რიგებია ყველა აფთიაქში. რატომ ეხლა გასაგებია, ხო, რატომ ადამიანები ისე ცხოვრობენ, რომ მათი ჯანმრთელობა ჩამოიშალა, იმუნიტეტი ჩამოიშალა, წამლებზე შეჯდა და აფთიაქები აღარ ყოფნის რიგებია. ექიმები ვერ კურნავენ, აქ არჩევალ. მეორე ვარიანტი, ავიღოთ თუნდაც სოფლის მეურნეობა. დღეს ყველა ხეს წამლავს. დღეს ხის შეწამვლის გარეშე ნაყოფი ვეღარ მიიღება. ხეც კი წამლებზე შესვეს. მაგრამ ნახეთ, გარანტირებულად გეუბნებით, ბავშვობიდან ხეს თუ გაზრდი და არ შეწამლავს, ზოგიერთ ზრდაში გაუჭირდება, მაგრამ მაინც მიაღწევს თავისი ზრდის პოტენციალს, მაგრამ ექნება ძლიერი იმუნიტეტი და საერთოდ არ დაჭირდება შეწამვლა. ამიტომ დღეს ეს ყველას დაავიწყეს და გარანტირებულად გეუბნებით, ხეებს აღარ ყოფნით შეწამვლა. წლიდან წლამდე იზრდება შეწამვლის რაოდენობა. ყველა და ყველაფერი შესმულია გარე
მექანიზმებზე. თქვენი ფსიქიკა ყველაზე მეტად არის გარე მექანიზმებზე შესმული. ყველაფერზე ხარ დამოკიდებული, ყველაფერი შენ ცდილობს დაგამონოს და შენ ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდე. და ის რომ გააკეთო, არ უნდა იყო ფუნდამენტურად დამოკიდებული არც გარე ნეგატიურ მოვლენებზე და არც გარე პოზიტიურ გადაჭარბებულ მოვლენებზე. ვიღაც იტყვის ახლა რომ ეს ხომ უემოციობა, უგრძნობლობა, პირიქით. შენში მყოფი ბალანსირებული შეგრძნებები ყველაზე იდეალურია შენი განწყობებისთვის, შენი გაცნობიერებისთვის, შენი პიროვნული მდგომარეობებისთვის. ეს შენ გგონია რომ გადაჭარბებული ემოციები ან გადაჭარბებული ნეგატივი რაღაც ემოციას გაძლევს. ჭეშმარიტი ემოცია, ჭეშმარიტი ღვთიური მდგომარეობა, სამყაროს ცენტრალური მდგომარეობა არის ქაოსის ბალანსი და ქაოსის ბალანსი არის ყველაზე იდეალური მდგომარეობა. ნახეთ, დედამიწა არის ისე განლაგებული პლანეტებს შორის ამ ქაოსში ისეთ ბალანსშია, რომ ყველაფერი არის იდეალურ პირობებში დამთხოვული და შესანიშნავი სიცოცხლე შთაიბერა. ერთი პატარა ცნობილება რომ იყოს, სიცოცხლე ვერ შთაიბერება. რის ხარჯზეა ეს იცით? შინაგანი მშვიდი ბუნებრივი ბალანსირებული მდგომარეობის ხარჯზე. შენს დედამიწასავი თუ არ ხარ შიგნით ბალანსირებულად, გარემოზე თუ ხარ დამოკიდებული, თუ გარეზე მოქმედებებზე ან გადაჭარბებული ემოციებში ხარ ნეგატივში ან გადაჭარბებული დადებითში, შენში ვერ ცოცხლობს სიყვარულის ხე, ვერ ხარობ. მოდი მარტივენაზე გეტყვი. ბალანსირებულად როცა ხარ, სიყვარულითაც ტკბები, როგორც საჭიროა ისე. ყველა ემოციას აცნობიერებ, როგორც საჭიროა ისე. ბალანსი არის ყველაფრის გასაღები. ამიტომ ეს მე რასაც ხსნი, არ გულისხმობს უგულობას და უემოციობას და არაფრის შეგრძნებას. პირიქით, ეს შენ დაგეხმარება შეიგრძნო ყველაზე მეტად ყველაფერი. ემპათი იყო იმაზე მეტი ვიდრე ეხლა ხარ, რადგან ეს ყველაფერი შენში აბალანსებს ყველა შენს სტრუქტურას და იდეალურად ამუშავებს შენში მდგომარეობებს. ფსიქოლოგია, გონება, ყველაფერი მუშაობს კარგად და გადაჭარბებულ პოზიტივში რომ ხარ და გადაჭარბებულ ნეგატივში ხან იქეთ ხარ, ხან აქეთ ხარ, შენი ბიოქიმიას კი დაწელილი დანგრეულია, მოდი ესე გეტყვი. არაფერი შიგნით არ მუშაობს ისე როგორც საჭიროა, რადგან არ ხარ ბალანსში. ამიტომ ეს მე რასაც აგიხსენ, მოგცემს იდეალურ გაცნობიერებებს, იდეალურ შეგრძნებას შიგნით, სიყვარულსაც კი სხვანაირად გადააცნობიერებ. ამიტომ ამას რასაც ხსნი, უემოციობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. პირიქით, ემოციების ხარისხიან შეგრძნებაზე მაქვს საუბარი. მოდი გადაჭარბებული გადახარების, ზედმეტად გახარების და რეაგირების გარეზე მოქმედებებზე დამოკიდებულების მდგომარეობას აგიხსენ. მაგალითად რაღაც კარგი მოვლენა მოხდა შენს ცხოვრებაში და იმაზე მეტად გაგიხარდა, იმაზე მეტად გადაგიხარდა და იმაზე მეტად დახარჯე ემოციები, ვიდრე ეს იმსახურებდა სიტუაციას. შენ დაწვი დიდი რაოდენობით დოფამინი, მოდი ჯერ ბიოქიმიაზე დაგელაპარაკები. სხეულში დაწვი დიდი რაოდენობით სიყვარულის ჰორმონი, სხვადასხვა პოზიტივის ჰორმონი. და როგორც კი ეს დაწვი, როგორც ნარკომანმა გამოწურე, უკვე დეფიციტში ხარ. ბალანსირებულად კი არ დახარჯე ის რესურსი, რაც გაქვს, არამედ გადაჭარბებულად დახარჯე, დეფიციტში ხარ. ბიოქიმიურად ხარ დეფიციტში და გეწყება ემოციური ვარდნა ძირს. ვეღარ არეგულებ ნეგატივი რომ მოდის შენთან, დიდი რაოდენობით ეს პოზიტივი რომ დახარჯე, არაბალანსირებულად, უკვე ვეღარ უმკლავდები იმ ნეგატივს. დიდი რაოდენობით ნეგატივი რომ დახარჯე, პოზიტივის ენერგია აღარ ყოფნის რომ ის ნეგატივი დააბალანსოს. არც იქეთ გაქვს ბალანსი, არც აქეთ გაქვს ბალანსი. ვერ მუშაობს ვერ ჩენი ბიოქიმია, ვერ ჩენი ენერგია, ვერ ჩენი სულის მდგომარეობა. და რეალურად ვერც ნეგატივს უმკლავდები და პოზიტივსაც ვეღარ ითვისებ გაცნობიერებულად ხარისხიანად ისე როგორც საჭიროა. რადგან ბალანსი არ გაქვს. შენი ცენტრალური ბირთვის ღვთიური მდგომარეობა დამოკიდებულია გარე მოვლენებზე და ეს გარე მოვლენები შენთვის არ არის გათვლილი რომ კარგად იყო. გესმის? პროდუქტიც კი რომელსაც მიირთმევ, შოკოლადებით, ყველაფერი გათვლილია რომ ან გადაჭარბებულად გაგახაროს უცებ, დაწვა დიდი ემოციებით ან მოგწამლოს. ან ჩაგაგდოს ნეგატივი. შენ რომ ჩაჯდე ღვთიურ მშვიდ ბირთვში, არავის არ უნდა, რადგან შენ რომ ეს გააკეთო, შენ იქნები ძალით მოსილი და ძალით მოსილი რომ გახდები, აღარაფერს აღარ დაიქვემდებარები, აღარც ექიმი დაგჭირდება, აღარც ამ ნაგავთ წაკვებს შეჭამ, აღარც ნევრები მოგეშლება, აღარც ნაძირლო სტრუქტურაზე დაიქვემდებარები, სახელმწიფოებრივი იქნება ეს რელიგიური, არავის არ უნდა ეს. და შენ ხო გინდა შენთვის. შენ და ჩვენ თავად უნდა მივხედოთ ჩვენ თავებს. გესმით? შენზე არავინ არ იზრუნებს ღმერთის გარდა. რომ ეს დაგილაგოს, რომ შინაგარი ბირთვის ბალანსი მოქცეს. პირიქით, ყველა გარე მექანიზმი ისეა მოქცეული, რომ ამოგაგდოს ღვთიური ბალანსირებული ბირთვიდან და თავისი ჩაგინერგოს, ან გაგახაროს ძალიან, მერე დაქცეს, ან ნეგატივში ჩაგაგდოს, ან პოზიტივში. არავის არ უნდა რომ ამ ბალანსში იჯდე. და შენ ხო გინდა ამიტომ იმუშავე ამაზე. არ მიცე გარეზე გავლენებს შენზე ზემოქმედება მოახდინოს. არც პოზიტივს, არც ნეგატივს. შენ თვითონ შექმენი, შენში ამინდი. ამას გეუბნები. არ იგზნო კი არა. შენ თავად მართე, შენში მყოფი ამინდი. მე ესე ვარ. ადამიანი რომ მოდის და კომპლიმენტს მეუბნება, მიხარია. მაგრამ არასდროს არ მაქვს გადახარების გრძნობა. არ ვარ მე დამოკიდებული გარემო შეფასებაზე, ადამიანი რას მეტყვის, დამლოცავს მიხარია.
ვიხარია, მეც ვლოცავ, ბალანსირებულად ვიხარია, ხარისხიანად ვიხარია. ის კი რა, ვაიმე, დამლოცეთ, შემაქეს. მე უკვე კიდევ მინდა, უკვე ბალანსში არ ვარ, უკვე ხელოვნურად მინდა. ის კი არა რომ დაველოდო ვინმე ბუნებრივად შემაქოს, არა უკვე ხელოვნურად მინდა რომ შემაქოს ვინმე, რადგან შევჯექი მე ამაზე. შენს შექებაზე ვარ დამოკიდებული უკვე. ეს ჭირთ დღეს ეზოთერიკოსები იქნება, სულიერი მოღვაწეები იქნება თუ ნებისმიერ სფეროში ადამიანი რაღაცა ბლოგერი, ტიკტოკერი თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველა ზის ერთმანეთის შექების თუ ყურადღების თუ ამ რაღაც გარემო ნარკოტიკებზე. ხალხმა აღარ იცის რა გამოაჩინოს, რომ ყურადღება მიიქციოს, რადგან იმაზე ზის, ცენტრალურ ბირთვში კი არ ზის, ღმერთთან თავისში არა. გარემოს ზეგავლენებზეა დამოკიდებული. ამიტომ მე როდესაც ადამიანი მაქებს, მე ამას ვიღებ სასიამოვნოდ, კი არ მიხარია. სასიამოვნო. ბედნიერი ვარ იმით, რომ მან შედეგი მიიღო და არა იმით, რომ მე მაქებს. მიხვდით? ბედნიერი ვარ იმით, რომ მლოცავს, მეც ვლოცავ. არა იმიტომ, რომ მე მლოცავს, არამედ იმ მდგომარეობამდე მივიდა, იმ შემეცნებით, რომელსაც ვაძლევ, რომ ლოცვა დაიწყო. არ ვარ მე არც თქვენზე დამოკიდებული, არც გარემოზე დამოკიდებული მაქსიმალურად. გადმოვარდა რაღაც გატყდა, რაღაც დიდი ნეგატივი მოხდა, ვეჭიდავები, რომ ის არ მომერიოს. დიდი კარგი მოხდა, ბალანსირებულად ვიღებ. მადლობა უფალო მორჩა. არც ერთზე ვარ დამოკიდებული, არც მეორეზე. ვინ არჩუნებ ჩემს ცენტრალურ ღვთიურ ბირთვის მდგომარეობას. რაც საშუალებას მაძლევს, კონდეს ჩემს თავზე ღვთიური კონტროლი, ბალანსირებული მდგომარეობა ღვთიური, რომელიც არის ფუნდამენტი თქვენ რეალურად რომ იცოდეთ სულიერებისკენ ვინც მიისწრაფვით. ამისკენ მიისწრაფვით. უბრალოდ ეს ამ ფორმაში არ გქონდათ აქამდე გაცნობიერებული. ბედნიერი ისედაც უნდა იყო, ამის თქმა მსურს და შენ ამიტომ ვერ ხარ ბედნიერი გამუდმებით ან მაქსიმალურად ყოველთვის, რომ ელოდები გარედან ან ვინ შეგაქებს, ან რაღაც კარგი როდის მოხდება, ცუდი თუ მოხდა, მაშინვე ცრემლებად იღრები, რა თქმა უნდა, ეხლა. კარგი თუ მოხდა, გადაჭარბებულად გიხარია. მაქამდე არ გიხარია. მიხვდი? გარედან ელოდები როდის დაგიფშტვენენ. მიდი გაგიხარდეს ეხლაო. შენ ვერ გავიგე, ღმერთის შვილი ხარ თუ დაფშტვენაზე გიხარია და დაფშტვენაზე გწყინს. დაფიქრდი აბა რაც გეუბნები. შენი ცენტრალური ბირთვის ღვთიური ბედნიერების მდგომარეობა გეკუთვნის შენ და უფალს. და ეს არ უნდა ეკუთვნოდეს ვიღაც შენს გამომწერს, მეზობელს, ვიღაც უცხოს, რომელიც გილაიქებს და გაქებს. კარგია ეს, გესიამოვნოს. მაგრამ ეს არ უნდა გიწყვეტდეს შენ ბედნიერებას, სხვა არ უნდა გიწყვეტდეს შენ ბედნიერებას და გამოდის ადამიანი და მე თავისუფალი ვარ და რა ძლიერი ხარ. გარედან ვინმემ რომ არ შეგაქოს და თავზე ხელი რომ არ გადაგიცვას უცხომ, თუნდაც ღამე ვეღარ იძინებ, ცუდად ხარ, დამოკიდებული ხარ ამას. ვინმემ რომ ცუდი გაგიკეთოს, მაშინვე ექვემდებარები და უხასიათობაში ვარდები. რა თავისუფალი ხარ? მაინტერესებს სად არის აქ შენი თავისუფალი? როცა შენს შინაგან ღმერთის ბირთვის მდგომარეობაზე მოქმედებს ყველა გარემოვლენა, როგორც კი დაგიფშტვენენ, მოდი ესე გეტყვი. გესმის რას გეუბნები? შენი ბედნიერება თუ დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე ძირითადად, მაშინ გამოდის რომ შენი ბედნიერება შენ არ გეკუთვნის. სხვა გიწყვიტავს შენ როდის იყო ბედნიერი, როდის არა და ეხლა გახედე გარეთ ვინ ცდილობს რომ ბედნიერი იყო. ბედნიერი კი არა, ჯამთელი რომ იყო, ეს არ უნდა არავის და ყველაფერი გაზიანებს. ფსიქიკაზე ყველაფერი მოქმედებს რომ უბედური იყო, გამოდმებით ომებია, გამოდმებით სტრესებია, ყველგან ეს არის და ეს რომ ხდება გარეთ ყველას რომ შენი უბედურება უნდა რეალურად სისტემას. რანაირად ხარ შენ მათზე დამოკიდებული? ამის მერე იმნაირად რომ ვერაცნობიერებ ამ ცოდნას, შენ არავინ არ გეტყვის და კარგად გააღრმავე შენში ეს ცოდნა რაც დღეს მოისმინე და რასაც აქ ისმენ. ეს არის შენი ფუნდამენტი, შენ თუ სულიერებისგან მიისწრაფვი. გარემომ შენზე არ უნდა იმოქმედოს, გარემო არ უნდა წყვეტდეს შენს ბედნიერებას. გარანტირებულად გეუბნები გარემო რადგან გიწყვეტს ბედნიერებას, შენი ბედნიერება შენ არ გეკუთვნის. მაშინ სადამე თავისუფალი არ ხარ, მაშინ რაღაც იტყუებ თავს. თქვი რომ მონა ხარ. აღიარე ის რომ მე ვარ მონა, გარე შექებების, გარე მოვლენების, iPhone-ის ბოლო მოდელს რომ მიყიდიან ან ვიყიდი, მაშინ ხვდები ბედნიერი, მაქამდე ცუდად ვიყავი. კი არ გიხარია, უბრალოდ ბედნიერი ხდები. ესე იგი, ტელეფონი გიწყვეტს ბედნიერებას, ვიღაც რომ თავზე ხელს გადაგისვამს, ეს გიქმნის ბედნიერებას, სხვა გიქმნის ბედნიერებას და გიპროგრამებს და გიპროექტებს. და არასდროს არ გაძლევენ საკმარის და დასანაყრებელ ბედნიერებას. მოდი, ამას გეტყვი. აი, დასანაყრებელი ბედნიერება კიდე სხვა ფუნდამენტია. რას ნიშნავს დასანაყრებელი ბედნიერება? დღეს ადამიანები რისკენაც მიისწრაფვიან, ის ნივთები იქნება, ავტომობილი თუ რაღაც სხვა გარემო მოვლენები არ აკმაყოფილებს, არ ანაყრებს ის. გამოდმებით შიმშილში ყავხარ, რადგან ცრუა შენ განაყრებს ჭეშმარიტი, შიგნით ღმერთი განაყრებს ჭეშმარიტად ისე, რომ შიმშილი არ გაქვს. და დღეს რა ხდება? დღეს ადამიანი გარემოზე მოქმედებებზეა დამოკიდებული, მაგალითად დავიღოთ მოღვაწე, ბლოგერი ან სულიერი ან ეზოთერიკოსი ან ვიღაც და დამოკიდებული არიან ესენი თქვენს შექებებზე, თავზე ხელის გადასობაზე და ამ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. გაიხდიან, დებილად წარმოაჩენენ თავს,
თავს მოგატყუებენ, ყველაფერს კადრულობენ უკვე იმისთვის, რომ თავზე ხელი გადაუსვა, იმიტომ რომ რაც უფრო ზრდიან, თავის სპენელი იქნება, მაყურებელი თუ რა კატეგორიაში არ უნდა იყოს, აღარ აკმაყოფილებს, შიმშილი ეზრდება, რადგან ნამდვილ საკვებს ვერ იღებს, შენი შექება სხვას ვერ გააბედნიერებს. ამიტომ რაც უფრო იზრდება ეს დამოკიდებულება, მით უფრო იზრდება თქვენი მათდამი ყურადღების მიღების სურვილი. და რაც უფრო მეტ ყურადღებას იღებენ თქვენგან, ვერ კმაყოფილდებიან ამით, იმიტომ რომ შენ ღმერთი გაკმაყოფილებს შენში და არ უნდა იყოს შენ დამოკიდებული ვინ შეგაკეთებს, ვინ გაგინებს და ვინ შეგასხამს ხოტბას. როცა ამაზე არ ხარ დამოკიდებული, ღმერთი გაძლევს სავსეთ, ეხა ადამიანმა შენ რა უნდა მოგცეს, ადამიანი შენ თუ დაგლოცავს და ეს გესიამოვნება და შენც და დალოცა და მორჩა იქ მეტი არაფერი ხდება. შენ ადამიანს კი არ უნდა მიეწებო, ნივთებს კი არ უნდა მიეწებო, გარემო ამ ფაქტორებს კი არ უნდა მიეწებო და აქედან კი არ უნდა მიიღო ბედნიერება, არამედ შენში მყოფი გიმეორებ ღვთიური ბირთვის მდგომარეობიდან უნდა მიიღო ბედნიერება, რომელსაც არაფერს არ აკარებ, არანაირ გარემოვლენას არ აკარებ, იზოლირებული ყავს ყველანაირად შიგნით. მოხდა ცუდი, არ რეაგირდები მაქსიმალურად ეჭიდავები, რაც უნდა მძიმე ცუდი მოხდეს. ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მძიმე ხდება, მაგრამ არ ვაკარებ, ვეჭიდავებ კვილებით ნეგატივს. კარგი მოხდა, მსიამოვნებს, მიხარია, მაგრამ გადახარებას არ ვაკეთებ. ის არ მოქმედებს ჩემზე და ესე ვინ არჩუნებ შიგნით ღმერთს და არ ვსვრი ღმერთის სიყვარულს შიგნით გარე რაღაც ზემოქმედებებისგან. შენი ბედნიერება უნდა გეკუთვნოდეს შენ და ღმერთს, მაგრამ დღეს შენი ბედნიერება შენ არ გეკუთვნის. თავისუფალი რომ გონია შენი თავი. შენი ბედნიერება ეკუთვნის გარემო ამბებს, ან ნეგატიურ მოვლენას, ან პოზიტიურ მოვლენას. იმ ხარისხში უნდა გიხაროდეს რამდენიც საჭიროა, რომ არ დაკარგო ბალანსი, არც ჰორმონალური, ფსიქოლოგიური, ენერგიული არანაირი. და გაგიხარდება ხარისხიანად, იქნები ხარისხიანად. ნეგატივი ხდება, არ უნდა რეაგირდე. პოზიტივი ხდება, გაგიხარდეს იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შეგერგება, მოდი ესე გეტყვი. ნახეთ, მე სიამოვნებს ყველა ის დაწერილი კომენტარი თუ მოწერილი ადამიანის პოზიტივი, რომელსაც მიზიარებს. და ეს აუცილებელია. ეს მაჩვენებელია იმის, რომ მე სწორი მიმართულებით მივდივარ. მაგრამ ნახე, ეს არ მიწვიტავს მე შიგნით, ვიყო თუ არა ბედნიერი. მაშცადა მე ვინმე თუ მოვა და მაგინებს, არც ეს იმოქმედებს ჩემს შინაგან ირთვის მდგომარეობაზე. შენ ხდები ის ძალმოსილი, ძალითმოსილი, რომელიც არის აბსოლუტურად დაცული ყველა გარის ზემოქმედებისგან. მხოლოდ ესე შეძლებ გახდე ძალითმოსილი და ღვთიური, გახსნა დიდი ცოდნები, იმოღვაწეო, ან იყო უბრალოდ კარგად. აი, კარგად. თუ გახსოვს, კარგად ყოფნა რა არის. ცუდი მოხდეს შენს თავს, არ მიიღო ეს. ეჭიდავი ამ გზნობას, განაგდე. კარგი მოხდა, აიღე ძალიან მცირე ამ კარგიდან და შეინახე შენში. მიამატე იმ შენ ცენტრალურ მდგომარეობას. ადამიანი რას აკეთებს? რაღაც კარგი მოხდა, მთლიანად იღებს ამ კარგს და ფაქტობრივად იმ გარე კარგს თავის შინაგან ცენტრალურ მდგომარეობად ახდენს. და მე ის გარე კარგი ყოველთვის მთავრდება, იცვლება და მე ვაიმე, საწავიდა ჩემი კარგი, შემჯდარია იმაზე. შენ გარე კარგები აიღე პატარ-პატარა და შეამატე შენს ცენტრალურ კარგს. მაგრამ გარე კარგი შენი ცენტრალური კარგი არ უნდა გახადო, თორემ გახდები დამოკიდებული იმაზე და გმართავენ, არაბალანსირებული იქნები. და რა ღვთიურობაზე მელაპარაკები, შენ თუ არაბალანსირებული ხარ, შენ თუ გარეთ გიწყვიტავს რაღაც მოვლენები, კარგი თუ ცუდი, რა თავისუფლებაზე მელაპარაკები და თავისუფალი თუ არ ხარ, რა ღმერთზე მელაპარაკები. ეს არის ღვთიური მდგომარეობა. ფეხი მიარტყი ცუდზე? ფუ ამის იძახი. ფეხი მიარტყი, ისედაც პრობლემა გაქვს. კიდე რაღაც იმატებ, ან ემოციურად, ან სხვა დანარჩენით. ისედაც სირთულე გაქვს და ამატებ კიდე შენს დესტრუქციას, ექვემდებარები. რატო? და მე თუ დაექვემდებარე უკვე გმართავს, გაპამპულავებს. პინგ-პონგის ბურთივით დახტიხარ აქეთ-იქეთ. გათამაშებენ, გესმის? ხარ ნეგატივში ხარ, ხარ გადაჭარბებული პოზიტივში ხარ. მართლა მაინტერესებს, ღმერთის შვილი სული ხარ თუ სათამაშო ბურთი ხარ? დაფიქრდი აბა? მატერია როგორ უნდა ზემოქმედებდეს შენზე ცენტრალურად? ნახე, მატერია შენზე ზემოქმედებას იქონიებს, მაგრამ ცენტრალურად როგორ უნდა ზემოქმედებდეს მატერია? ამაშია საქმე, არ უნდა ზემოქმედებდეს. მარტივად გეტყვით, შენ მე მაგინებ, ეს ჩემს ბედნიერებას ვერ შეეხება. შენ მე შემაქებ, ეს ჩემს ბედნიერებას ვერ შეეხება. თუ შემაქებ, შენს შექების 1% შევამატებ ჩემს შინაგან ბედნიერებას და მეც შეგაქებ და მეც დაგლოცავ და ასე შემდეგ. და იქაც თუ შემაქებ დავფიქრდები, რამდენად მეკუთვნის ეგ შექება, რომ ხარისხიანი შექება მივამატო ჩემს შიგნით ღვთიური სიყვარულის მდგომარეობას, იმიტომ რომ მე თუ ეხლა ვიღაც მაქებს და არ მეკუთვნის და ამ პარტავნების ამ ენერგიას ვიღებ და ვიყვან შიგნით, მე ვაბინძურებ შიგნით ყოფ ღვთიურ
ღვთიურ მდგომარეობას ამ ბირთვს. ამიტომ პოზიტივსაც კი რასაც შეუშვებს შიგნით სიხარულს, ამაზეც კი უნდა დაფიქრდე ის 1%-იც კი მოწამლული არ იყოს. ვიღაც უბრალოდ არ გაქებდეს და პატივმოყვარეობაში არ გადავარდე და სხვა დანარჩენში. ვიღაც თუ მოდის და დაუმსახურებლად გაქებს და შენ თუ ამ შექების 100% იღებ კი არა, რაც დღეს ხდება. 1% იღებ, რომელიცაც გეუბნები, რომელიც უნდა აიღო. და ის 1% თუ არ გეკუთვნის და უხარისხოა და შეგაქვს შიგნით იწამლები. მარტივად გეტყვი. ეხა მაგალითად მე ვიღაც მაქებს გიორგი შენ ესე და რეალურად დავთვალე თავში და ჩავთვალე რომ მე ეს არ მეკუთვნის არანაირად. 100% მივიღე კი არა ეს შექება. ის 1% რომელიც უნდა მივიღო, შევიტანო შიგნით. დავფიქრდებ ნამდვილია თუ არა. თუ ის 1% უხარისხო შევიტანე შიგნით და მე თუ ვიღაცამ შემაქო და ჩავთვალე მე მეკუთვნის ეს, მე უკვე ვტყუდები. მე უკვე მგონია რომ რაღაც განვითარების ეტაპზე ვარ. შენ ისიც კი უნდა განსაზღვრო რა შეგაქვს შიგნით, კარგი რომ გგონია. ცუდი არ შეუშვა, მაგრამ ის კარგი 1% რომ შეგაქვს, იმაზეც უნდა დაფიქრდე რა ხარისხია ის რომ შეგაქვს შიგნით და ურევ შენი ღვთიური ცენტრალური ბირთვის მდგომარეობას. წარმოიდგინე შენში არის წყლის ჭურჭელი და გარეთ სხვადასხვა სითხეებს გაძლევენ. ვიღაცამ შეგაქო სითხე მოგცა, იქ შეგაქო სითხე მოგცა. თუ ის სითხეები არ არის სუფთა და რომელიმე მოწამლული თუ არის შექების მიუხედავად, შენი ცენტრალური ბირთვი იწამლება ნენელა. და დღეს ხალხი მოწამლული კი არა, მოშხამულია. ეზოთერიკოსები აიღე, სულიერი მოღვაწეები ან ბლოგერები თუ ვინც კიდე აიღეთ, რომლებიც გარედან შექებებს და ყურადღებებს იღებენ, ესენი 1%-ს კი არა, 100%-ს იღებენ. თავის შინაგანში ურევენ და აბსოლუტურად შიგნით არის მათში სრული გაგებით ქაქი. მაგის გარეშე ვეღარ სუნთქავს, უკვე აღარ ყოფნის, უკვე ყველაფერს იხდის, ყველაფერს კადრულობს, იტყუება რომ ყურადღება მიიქციოს ჯიაკო, აღარ აინტერესებს აღარაფერი. ქაქი აქვს შიგნით, აბსოლუტური სისუფთავე კი არა აქვს, ქაქი აქვს. მე პირადად სანამ შენ შექებას შევუშვებ ჩემში 1%-ს, სრულად კი არა რაც შემაქე, 1%-ს თავდაბლობაში ვამოწმებ, მეკუთვნის თუ არა საერთოდ ეგ, რომ შენი შექება იყოს ჯამთელი და არ მომწამლოს შიგნით ბირთვში. გააცნობიერე ხარისხანად ეხლა რას გეუბნები. და ნახეთ, შენ რომ მე მაქებ, ან რაღაც კარგს დაწერ კომენტარში, ჩემთვის ეს მაჩვენებელია რომ შენ შედეგს იღებ და ეს მე სიამონებას მანიჭებს. მაგრამ ეხლა ნახე რაშია საქმე. შენ თუ შემაქებ და იქედან ავიღებ 1%-ს, მე შენ დაგიბრუნებ 100%-ს. და დღევანდელი სულიერი მოღვაწეები და ეს ყველა ბლოგერები თუ ვიღაცები, რა ვიცი ვინც არიან, იღებენ და არაფერს არ გაძლევენ. რატო იცი? ისინი ზიან თქვენს ენერგიაზე და მე ვზივარ ღმერთის ენერგიაზე. მე შენგან კი არ მინდა მადლიერება ან ისე რო არიან. რაღაც გაგიკეთე და სასწრაფოდ დამლოცე. სასწრაფოდ 5 თეთრი მომეცი. 5 თეთრი მაინც მომეცი რომ გაცვლა მოხდეს. ღმერთთან კი არ აქვთ გაცვლა. თქვენთან აქვთ გაცვლა და თქვენ სრულად გართმევენ ენერგიას. მე თქვენთან არანაირი გაცვლა არ მაქვს. მე თქვენ გაძლევთ და გაძლევთ და გაძლევთ. რატომ? იმიტომ რომ მე ღმერთთან მაქვს ეს გარიგება დადებული. შენ რომ კარგს გიკეთებ ამ ცოდნას კიდევ, შენგან კი არ ველოდები მე რაღაცას. არც ღმერთისგან არ ველოდები, არავისგან არ ველოდები, მაგრამ ღმერთი მაძლევს შენზე ტრილიონჯერ მეც. გესმის? და მე ამ ტრილიონჯერ მეც რომ მაძლევს, იმდენი მიგროვდება, გაძლევს შენ. და მე შენგან რომ მივიღებდე და შენ შექებაზე ვიყო დამოკიდებული, როგორც დღეს ხდება გარეთ და შენზე ვიყო დამოკიდებული, ვერაფერს ვერ მოგცემ, იმიტომ რომ ღმერთთან არ მექნება კავშირი და ღმერთი ვერ მომცემს იმას, რაც შენ გამოგადგება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. გესმის? და ღმერთი მაძლევს. ესენი ამას აკეთებენ. 5 თეთრი მაინც დადე მაგიდაზე. აი რაღაცა გავცვალოთ. აი ვაჭრები ხართ სუფთა რა. აი ვაჭრუკანის მდგომარეობა დღეს სულიერება ეზოთერიაში. ვაჭრუკანა, აი ვაჭრუკანა. იესომ რომ შევიდა და აუყარა ტაძარში ყველაფერი, რომ რა ვაჭრობა გამოაცხადეთ ვაკო თქვენ ხო არ გარეკეთო. აი ზუსტად ესე შემიძლია გითხრათ, ხომ არ გარეკეთ თქვენ ცოტა. მაინტერესებს. ხო არ გარეკეთ ცოტა. რა გაცვლა გამოცვლებზე ლაპარაკობ? ღმერთთან უნდა ხონდეს ეს ამბავი შენ. და იქაც კი არ უნდა ელოდებოდე, ღმერთი თვითონ მოგცემს იმდენს, რამდენიც საჭიროა. რატო შევით იცით ამას? ყველაფერზე გარეთ დამოკიდებული ხართ, ჩამოკიდებული ხართ. ადამიანებზე, თქვენს მსმენელებზე, ვირა შეგაქებს, ვირა ის იფიქრებს, რა გაცვია, რასაკეთებ, მონა, ჭეშმარიტი მონა, მიხვდი? მაგრამ არა თავისუფალი ხარ შენ. თავისუფალი კი, აბარა. ამიტომ მეგობრებო, განთავისუფლდით ამ ყველაფრისგან და თქვენს ცენტრალურ ღვთიურ მდგომარეობას არაფერი არ შეახოთ, არ მიცეთ ზემოქმედების უფლება არაფერს, არც კარგს, არც ცუდს. ვიღაც რომ გაქებს, არ ჩამოჯდე მის შექებაზე, თორემ ვამპირივით დააჯდები მის შექებას და ამოსრუტავ ენერგიას. რაღაც გარემოვლენა რომ ხდება, არ ჩამოჯდე იმ გარემოვლენაზე, დამოკიდებული არ გახდე, თორემ ვამპირივით დააჯდები მას და ვამპირის მდგომარეობაში ხარ დღეს, ვერ ხვდები შენ? დამოკიდებული ხარ. დღეს
ცდილობენ თქვენი შინაგანი ბირთვი ღვთიური გაანადგურონ, რომ გარეთ იყო დამოკიდებული ყველაფერზე, რომ გარედან იღებდე ამ ენერგიას. ღმერთისგან შიგნიდან იღებდე ამ ენერგიას კი არა, გარედან რომ იღებდე ამ ენერგიას. რომ ვამპირივით დამოკიდებული იყო. და ზოგიერთი ადამიანი უკვე ავადმყოფობაში გადადის და ასეთი ადამიანები უკვე შენს ენერგიაზე ჯდება. შენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. შენ დღეს ვერ სუნთქავ კარგი სამოსის გარეშე, შენ დღეს ვერ სუნთქავ ძვირადღირებული ტელეფონის გარეშე, შენ დღეს ვერ სუნთქავ თუ რამე ვინმე არ გაქებს. იგუდები თუ ვინმე თავზე არ ყვება, ხელს არ გიცობს თავზე. ვერ სუნთქავ, გარეთ ხარ დაერთებული. შენში ღმერთში არ ხარ დაერთებული. და გაეშვით ამ გარე მოვლენებს, ეს არ გყვებავ თქვენ, ვერ განაყრებთ, პირიქით, ველურ შიმშილს გიძლიერებთ. რადგან ის გარე არ არის შენი ნამდვილი საკვები. შენი ნამდვილი საკვები არის შენში მყოფი ღმერთი. გააცნობიერე რას გეუბნები. ეხლა რა ხდება, როცა შენ ბალანსში ხარ? შენ ხდები ყველასთვის სანუკვარი, რატომ? იმიტომ რომ შენ მაგ დროს უერთდები ღმერთს შიგნით. და პირიქით, ის კი არა რომ სხვა ადამიანს ენერგიას არ თმობ, პირიქით, ენერგიის წყარო ხარ ცენტრალური. ნახე რას გიხსნი, შენ რომ არ ხდები გარე მოვლენებზე დამოკიდებული, შენ ავტომატურად გადადიხარ ღმერთის ცენტრალური ბირთვის მდგომარეობაზე. შენში იღვიძებს ეს ძალა, აქტიურდება ბირთვი, ატომური რეაქტორი აქტიურდება შენში. და ნახე, შენ ხდები უკვე ძალა, ადამიანებისთვის ხდები სანუკვარი, რადგან ამ ენერგიის გამოსხივებას იწყებ და ადამიანს რომ ესაუბრები, ენერგიას გამოფიტვას კი არ გრძნობს შენგან. არამედ პირიქით ენერგიით ივსება შენგან, იმიტომ რომ მისგან არაფერი არ მიგაქვს, რადგან შენ გარე ადამიანების ენერგიაზე კი არ ზიხარ, ღმერთში შიგნით ზიხარ ენერგიაზე და პირიქით ენერგიის მიმცემი ხარ. ამიტომ ასეთი ადამიანი არის ენერგიის წყარო, როგორც ატომური რეაქტორი ავიღოთ. ხოლო შენ თუ გარემოზე ხარ დამოკიდებული, შენ ხარ ვამპირი და ადამიანები ამას ერთმანეთში გრძნობენ და ერთმანეთს გაურბიან. მე ახლა გრძნობ ამას ჩემთან მიმართებაში. ადამიანები ვინც მწერს, შინაგან სავსებადობას გრძნობს. და მე ხვდები ის რატო გრძნობს ამას, იმიტომ რომ მე მისგან ნულ ენერგიას ვიღებ, არანაირ ენერგიას არ ვიღებ მისგან. არ ვარ მე არც მის შექებაზე დამოკიდებული, არც მის გინებაზე დამოკიდებული. და ის რომ მელაპარაკება, მისგან მე არანაირ ენერგიას რომ არ ვიღებ, ის ამას გრძნობს ენერგიულად. და მაშინ და მე არავის ენერგიას გარედან რომ არ ვიღებ, ავტომატურად ღმერთის ენერგიაზე ვზივარ და პირიქით გარეთ ვუშვებ ენერგიას. შეწოვით კი არ ვარ, გამოშვებით ვარ დაკავებული. იმიტომ რომ როდესაც შენ იმიჯნები ყველა ამ გარე მოვლენას მაქსიმალურად რასაც იტევ, შენში ეს ღმერთის ატომური რეაქტორი რომ იღვიძებს, შენ ეს ენერგია გარეთ რომ არ გამოუშვო, გაგიჟდები. პირიქით ენერგიის წყარო ხდები, რადგან ეს არის შენი ფუნდამენტი, ეს უნდა ქნა. ამიტომ ადამიანები ჩემთან ვინც კომუნიცირებს, ზოგჯერ მათთვის რთულია ჩემი ენერგიის მიმართ იყოს ნეიტრალური, მესმის მე ამის. გესმით, ამიტომ არის შეიძლება შენ სულიერ მოღვაწესთან მიხვიდე და გამოფიტული გამოხვიდე იქედან, იმიტომ რომ ის შენ ენერგიაზე ზის. ან მეორესთან მიხვიდე და დიდი ენერგიით გამოხვიდე, რატომ? იმიტომ რომ მან შენ კი არ გამოგართვა ენერგია. ის გამიჯნულია ყველა გარე ენერგიას და მარტო უფლის ენერგიაზე ზის, რაც აგიხსენე ამ ნაშრომში. და იმდენი აქვს შიგნით, რომ უკვე გავსებს შენ, მაგრამ შენც არ უნდა დაჯდე იმ ადამიანის ენერგიაზე. შენში მყოფი ატომური რეაქტორი უნდა გააქტიურო. ეს რეაქტორი მე კი არ მაქვს და ვიღაცას კი არ აქვს. ყველას აქვს, მაგრამ შენ ამას ვერ აკეთებ, იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ გარე მოვლენებზე და ავტომატურად ვერ აქტიურდება შენში მყოფი ღმერთის ბირთვის მდგომარეობა. არ ჭირდება შენ არც ჩემი ტკბილი ენერგია, არავის ენერგია არ ჭირდება, შენშია ეს ღმერთი, შენშია ღმერთი, შენშია ეს რეაქტორი. გესმის? და როგორც კი გარე გაემიჯნებ, შენში გააქტიურდება ეს რეაქტორი და გახდები რეაქტორი, გახდები ღმერთის ენერგიის წყარო. და იმდენი გექნება, საწაიღო ეს იმაზე იფიქრებ და მე იქნები სათნო და სანუკვარი ყველასთვის. და დღეს შენ სანუკვარი და სათნო ისე ვერ ხარ, როგორც უნდა იყო, იმიტომ რომ სხვებისგან იღებ ამ ენერგიას, ვერ გაცემ. შეწოვით ხარ დაკავებული და არა გაცემით. ფუნდამენტი გააცნობიერე. არც ნეგატივს მიცე, შენზე ზემოქმედება მოახდინოს, არც პოზიტივს მიცე, გადაჭარბებული ზემოქმედება მოახდინოს. გარემოს ყველა ამ ზემოქმედებას შეეშვი, დამოკიდებულებას მაქსიმალურად შეეშვი და შენში გაიღვიძებს ღმერთის ბირთვის ცენტრალური მდგომარეობა და ენერგია დაიწყებს დინება შიგნიდან გარეთ. და იმდენი გექნება, იტყვის საწავიღო ეს ენერგიაო. და ეს ენერგია შემდეგ სხვა ადამიანებს მოიზიდავს და იქნები კარგად, იქნები ბედნიერად, იქნები ძალაში, ძალით მოსილში, უფალმა ძალთმოსილი გაგხადოთ ყველა, უფალმა ძალთმოსილი გაგხადოს ყველა, დაგლოცოს უფალმა. ამინ, ამინ, ამინ.